მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ პროექტი სახელწოდებით საქართველოს გულშემღესხვალ უზენაეს საბჭოს წევრთა დელეგირებით მე განვასახიერებ ამ შემთხვევაში და მინდა შევუყვეთ ახლა აღმართს ასეთი ჩვენთან სტუმრად არის თვალსაჩინო ადამიანი მაღალი უმაღლესი სამოქალაქო ცნობიერების ფლობელი ადამიანი ქალბატონი ლუარა ნიჟარაძე მოგესალმებით ქალბატონ ლუარა მოგესალმებით ბატონო თეგის და ჩვენ ასევე მოგეხსენებათ ხშირად არის ქალბატონი ლუარა ჩვენთან დროებით ემიგრაციაში ბრძანდება ხვალ დროებით დაგტოვებს რა ვადეთ არ ვიცი მაგრამ გვინდა რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეთ არა მარტო ჩვენ არამედ ქვეყანას და თქვენი იდეებით რომ გაანაყოფიეროთ ეს ადამიანები ვისაც ჭირდება ესეთი სინათლე, სიყვარული, თანხმობა და აღმავლობა ასეთი ნდობისთვის. დიახ. სხვა სიტყვები კიდე ბევრი თქმა შეიძლება, მაგრამ ამჟამად ახლა შევუდგეთ საკმაოდ მძიმე ვითარება, უმძიმესი რა, ანუ ყოველ დღეს სულ ახალი და ახალი სიურპრიზები. ასეთი და მე მაინც აი გუშინ იყო ესეთი აქცია, კიდე გუშინ რამოდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი ამას აუცილებლად უნდა შევეხოთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციით აკრძალული არის მიწის გაყიდვა უბრალოდ. თან ეს რო იცოდეთ ქალბატონო ლუარა ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლებამ პარლამენტმა ზუგდიდში ბოლოში ის რო იყო მიიღო დადგენილება რომელიც მიხედვითაც ნებისმიერი ყიდვა-გაყიდვა რომელიც დაკავშირებული იქნება მიწის გასხვისებასთან ანულირებული იქნას და კანონ დაკარგული როგორ ანუ ლეგიტიმაციის არ მქონე შემდგომ უკვე რაც მოხდა ხა მაგისტორიას დიდი ხნის ისტორია და სხვადასხვა ევოლუცია განიცადა და სხვადასხვა მოღალატეობრივი ტრაექტორიები შეიძლება ითქვას და ერთ-ერთი ახლა სააკაშვილის დროსაც დაიწყო ეს მიწის გაყიდვას პროპაგანდა და იმ დონეზე მივიდეს რომ ავსტრიელმა და ერთი მეორე ამახსოვს გერმანელმა იჩივლეს იმ თვალსაზრისით რომ მიწის კონსტიტუციის თანახმად საქართველოსი ეს უნდა იქნას 5%-ზე მეტი უნდა იქნას გასხვისები მათ შორის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა კონდეს რა მიწაა ეს სასოფლო იმის თუ სტრატეგიული თუ რაც არ უნდა იყოს ანუ ყველაფერს ვეტო უნდა მოეხსნას ნუ ამაზე ჩვენ ვიჩივლეთ და თვალსაჩინო იურისტები და ძირითადად უზენაეს საბჭოს ხალხი და ასევე საპარლამენტო ასამბლეის შემოგვიერთეს სხვა კონსტიტუციას ხელისმომწერი სხვა საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები და ერთად შეუტიეთ და საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგეთ ეს პროცესი მაგრამ რადგან როგორც კი შემდგომ ოცნება მოვიდა კონსტიტუციაში რაღაც ცვლილება შეიტანეს თითქოს და ერთი შეხედვით ეთანხმებიან ამ აქტს და აღიარებენ მის მნიშვნელობას და ასე ვთქვათ სიმტკიცეს თუ რაღაც ხელშეუხებლობას მაგრამ იშვიათი გამონაკლისის რაღაც გარდა და ეს იშვიათი გამონაკლისი არის რაღაც პატარა ესეთი ხორალი რო იყოს და ეს უსასრულოდ რო გააფართოვა და რომელიც დღეს ამას მოსტრანი ვართ ეს გააკეთა ყობახიძე რო ედგა კონსტიტუციაში მას ანულირება ყველაფერს არანაირი სხვისი აზრის გათვალისწინება მათ შორის საკონსტიტუციო იმაში ვინც არსებობდა ეს ხალხის და რეფერენდუმის გადასხვაწყდია და არა ვიღაც ვიგინდა რა პოლიტიკოსების რა რომლებსაც ქართულ სინამდვილესთან ფასეულობასთან კანონთან მის ტრადიციებთან არანაირი კავშირი არ აქვს. სიტყვა ვიგინდა რა სიძულვილის ენაა და დაგსჯიანა. დიახ. ხო და ახლა დავდექით რაღაც ძალიან სასწაული იმის ენაში. დადგა ახლა ტყე-პარკების და მაგათი ყიდვა-გაყიდვის ასე ვთქვათ პრობლემა, დილემა და ახლა ეს გწანეს რო არის ტყე-პარკი უნიკალური იქეთ შემდგომ გაგრძელებაზეც არის რუსთავსა და თბილისში უნიკალური ადგილები სადაც ეკოლოგია ფილტვები ესთეტიკა ჰეროიკული წამის ეს გმირების ეს მთელი
ლეგენდები და ანუ კომპლექსური სოფხედველობრივი იდეური საკითხებია, რომელსაც ვერავინ ვერ უნდა გადაახტეს და ამათმა დადეს ამ არაბულ კომპანიასაც ძალიან საეჭვოდ სხვათა და თქვენს რომ ეს გამჭვირვალეობას არ ექვემდებარება და ეს უნდა იყოს რაღაც ჩუმად და რაღაც ესეთ თითქოს მიწა არ არის ხო და რაღაც ესეთ ანუ ეს არ უნდა გაიშიფროს და არ უნდა იქნას გამოტანილი პირობები და იმას წამოწდა თეთრ იმედის ტელევიზიაში რომ ეს უმრავლესობა დაკომპლექტებული იქნება არაბი მოსახლეობასთან და არანაირ ინვესტიციას ხელისუფლებას რო უნდა საკუთარ მოსახლეობას მიყიდოს რომ ეს თეთქოს ინვესტიცია ეს არის მტკნარი სიცრუე და დანაშაულებრივი ტყუილები რა როგორც ასეთი ამიტომ დგევართ ესეთი იმის წინაშე. ახლა რა უნდა მოხდეს? კიდე იჩიულო და ვიჩიულეთ და რადგან უზენაეს საბჭოს წევრებმა მერაბ პოსტავას სახლში ერთი კვირის წინ სახლ-მუზეუმში გამოვედით, დაუგმეთ ეს, გავემიჯნეთ და უთხარით ეს არის დანაშაულებრივი აქტი და ყველა თვალსაზრისით ბატონ თენგიზ თუ არგუმენტირებულად ეს ასე დასტურდება, როგორც ახლა თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულებრივი ფაქტია და უნდა გაემიჯნოს ყველა და დაგმოს. დაგმოს, მაგრამ ვინ უნდა დაგმოს? ახლა ამაზეც უნდა შევუდე, ერთი-ორი ამას უნდა დაუთმოთ დრო აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ყოფნა არ ყოფნაზეა და იმიტომ რომ სულ ახლახან ჩვენები იყვნენ იქ მე კოლხეთიდან წარმოშობით და იქ ცაიში არის მოგეხსენებათ უნიკალური რაღაც ცხელი გეიზერები ამოდის და იქ ნათესავები მყავს მე და აი ახლა ვაპირებ ცოტა ხანში ჩავალ აუცილებლად იქა და ეს მიიყენეს ვიღაც რუს ბიზნესმენებს, რუსი ებრაელები არიან, ჩემი აზრით ესენი და რაღაც მიითვისეს ასევე უკანონოდ, ანუ ესენი მთელ ტერიტორიას, როგორც ასეთი უკვე დანაწევრებული და ვერავით ფაქტიურად წინააღმდეგობას ვერ უწევს. ვინ უნდა გაუწიოს? პოლიტიკოსების უმრავლესობა სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული ოპოზიციავი, ეგრეთ წოდებული, რომლებიც ხელისუფლებისაგან სოფხედველობრივად პოლიტიკური სოფხოლე და სულიერ ეს ნაწილობრივ, ერთი ერთზე არა, მაგრამ ნაწილობრივ, ეს ერთი სოფხედველობის ადამიანი. ეს არის ბენდუქიძეს მიერ შემოტანილი პოლიტიკური ფილოსოფიის აღწარებლები. და ამიტომ რამდენჯერ გამოვედეთ უკვე 2 თვეზე მეტია და მანამდეც კიდე მთელი ისინი ქონდა, აი არანაირი რეზონანსი მაგ ხალხთან ვერ დამყარდა რა. რაღაც გაუთავებელი, რაღაც მეათეხარი ერთმანეთის ლანძღვაზე, ჩაძირვაზე, ვითომ სტრუქტურების შექმნაზე, ვითომ კოალიციური იდეა მაგათმა დაასამარეს სხვათა შორის ერთმანეთთან კინკლაობით და რაც შეეხება სტრატეგიულ თემას, სულიერ საკითხს, რომელიც პოლიტიკის რანგში არის აყვანილი და ერის ყოფნა არ ყოფნასთან არის დაკავშირებული და სამართალთან არის პირდაპირ და ამდენი იურისტი ყავთ როგორც ასეთი როგორც საერთო სამართლის ესე ადგილობრივი ვერც ერთმა ვერ გააცნობიერა ამ ფაქტის მნიშვნელობა და ამ ფენომენის მნიშვნელობა ან ილია ჭავჭავაძესთან შეხება კონდეს ან საღვთო ძალიან დიდი სიტყვა თქვა მე ვამაყობ რა იმით რომ ჯერ ესეთი უზენაეს წევრი რო არა ამითაც სულ ვამაყობ მაგრამ გარდა ამისა ყველამ ვერ შეინარჩუნა ეს სიმტკიცე რომელიც აუცილებელია ხვალინდელი დღის დასამკვიდრებლად მაგრამ ამავდროულად არის რაინდი ხალხი მებრძოლი და მამა ეს არის მამა გამახსენდება გვარი რომელიც მინდიაშვილი რომელიც გაილაშქრა მის წინაშე ყიდვა გაყიდეს წინაშე მოусმინეს სხვათა მის ვიდეოს რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგი გამოდის და თან ძალიან მკაცრი სიტყვები აქვს მას ნათქვამი რომლის თანახმადაც ყიდვა გაყიდვა არა მარტო სამართლებრივი და პოლიტიკური დანაშაულია, არამედ დანაშაულია ღვთის წინაშე. რამე თუ საქართველოს შენ თუ აღიარებ არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, შენ ვალდებული ხარ მას გაუფრთხილდე და მოუარო როგორც და არა ესე დანაშაულებრივად გაპანტო. ამაზე ჩვენ გამოვედით რამდენჯერმე მიუთითეთ მათ შორის სასულიერო წარმოადგენლებს თავიანთი პოზიცია დაეკავებინათ ან ჩვენთვის დაერიგებინათ დარიგება კიდე მივიღებ თუ არა სხვა ამბავია ამ თვალსაზრისით თორე მაღალი ერქეს თუ დგას ადამიანი და თუ იესო ქრისტეს და მამაღვეცებს ახურება რა თქმა უნდა დავემორჩილებით
თუ არა და თუ ორჭოფული ესეთი გაორებული პოზიცია აქვს და ღვთისმაგირად კეისარ შეხურებენ ხელებში და კეისარი ამ შემთხვევაში ვინ არის კარგად მოგეხსენებათ თუ ეს არის ღვთისმოსაობა ეს არაფერს არ ნიშნავს მე მოვიყვან იმის ერთად მეუფის ასე ვთქვათ სიტყვებს რომლის თანახმადაც მან განაცხადა რომ თუ სახელმწიფო ცილდება სამართალს და სამართლიანობას ის ავაზაკთა თავკრებულად ეს ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებია ჩვენი სიტყვები არ არის ამიტომ მათგათელი უნდა ინებონ ორს ასეთი და გადახედონ თავიანთ დამოკიდებას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ქალბატონ ლუარა აღმოჩენილი იქნა იმ გასაყიდი ტერიტორია ხო არის და ერთი არის ძალიან კარგი ადამიანი ბატონი თემური რომელიც იმაში ნანგრევებს ეძებდა მაგას მკვლევარი ადამიანია არქეოლოგიც არის ბუნებისმეტყველებით ქართული მიწის დაცვით და ყველაფრით დაკავებული ეს რაც ზოგად ქართულ ფენომენთან არის დაკავშირებული აღმოაჩინა ეკლესიის ნანგრევები იმ ტერიტორიაზე და დაიწყეს ამის გაწმენდა და აღმოჩნდა რომ ეს ილია მეორეს საქართველოს პატრიარქს 2020 წელს უკურთხია და მისი აღდგენა ის გასცა, მაგრამ შემდგომ მოკლე ხანში რაღაც ფულადი თუ რაღაც პრობლემა მატერიალური რაღაც შეიქმნა და ეს იმას აქნეს გადაიწია, მე სახელმწიფო თავის იმაში აიღო და როგორც კი გათამამდა და დაიკანონა და ერთი შეხედვით აი ამ უკანონობის გზაზე დაადგა, მოინდომა ამას ახლა დილემის წინაშე დგანან. მან ხალხი შეკრება გუშინ ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო იქ ჩვენ ვერ გახდეთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით და უნდა იქნას დაცული ფაქტიურად ანდერძე არის ილია მეორეს მიერ და გარდა ამისა უკანონოდ არის ეს ყველაფერი გადაცემული და ეს სჭირდება ხრები მიმდინარეობს და კულტურული ძეგლად და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით თუ აქვს დიახ მაშინ შავლია მისი გადაცემა ზართული იქნება, ამიტომ ეს უნდა იყოს ეროვნული თანხმობის ასე თქვათ ქვაკუთხედი, როგორც ასეთი და აი აქ ყველას ერთად გომა გმართ. მე მინდა თქვენ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება. დიახ, ბატონ თენგიზ, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ღირს მყავით თქვენი გადაცემის სტუმარი ვიყო საქართველოს გუში დღეს და ხვალ არაჩვეულებრივი დასათაურება. რიადა, შეკრული უნდა იყოს ოღონდ. დიახ და მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს თქვენ ისეთი და სანამ გადავალ თემაზე თქვენ ახსენეთ რომ ლეგიტიმაცია გაქვთ მონიჭებული ეს გადაცემები წაიყვანოთ უზენაესი საბჭოს ეგიდით და თქვენ ხართ ამ უზენაეს საბჭოს ერთ-ერთი წევრი მე მივესალმები უზენაეს საბჭოს ჩვენი წევრობა არავის არ შეუწყვეტია ქალბატონო წევრებს მივესალმები იქ უზენაეს საბჭოს განხეთქილება როგორც მთლიანად დღეს საქართველოს ყველა სფეროში რაღაც განხეთქილება აისახა აქაც არის, მაგრამ მე იმ ჭეშმარიტ პატრიოტ უზენაეს საბჭოს წევრებს მივესალმები, რომლებმაც თავისი ეროვნული სული, ეროვნული სიწმინდე და პატრიოტობა შემოინარჩუნეს და სამართალი, რომელიც გადაეცათ იმ დიდებული ზვიადიდან, რომელსაც ის სათავეში ედგა ეროვნული ადამიანი და მის სულს არ უნდა აკადროს მე ვიქნები თუ სხვა იქნება. ვინც არ უნდა იყოს. ვინც არ უნდა იყოს სხვანაირი მიდგომა გარდა ეროვნულისა და ნამდვილი ჭეშმარიტი პატრიოტიზმისა და ნათელში ამყოფოს. ამინ. ბატონი ზვიადის სული უფალმა და დიდება მის სახელს, დიდება ქართველიერის საკეთილდღეოდ რომ დაე ისეთი შეკრული საქართველოს მანახა, როგორიც იყო ზვიადის აღზევებული შეკრული ეროვნული მოტივებით. გამთლიანებული ეროვნული მოტივებით ისეთი საქართველოს მანახა, კიდევ ერთხელ ისე აღზევებული საქართველოს მანახა ეროვნული სულით, ეროვნული პატრიოტიზმით და საკუთარი სამშობლოს უანგარო სამსახურისთვის. დაბრუნდება თუ არა კარალეთის დღეები გალაქტიონის ლექსირო. ღმერთმა ქნას რომ ჩვენ ქართველობამ ეს შევძლოთ. კიდევ ერთხელ ისე ძლიერად შევიკრათ საქართველოსთვის. ახლა რაც შეეხება თემას, რომელსაც თქვენ ასეთ დიდ მნიშვნელოვან თემას შეეხეთ, მიწის გაყიდვა, ეს ხომ ნიშნავს საკუთარი სულიც გაყიდო, სახლიც გაყიდო, ეზოც გაყიდო, საყრდენი. ანუ საყრდენს თუ აცლის სახელმწიფოს
სახელმწიფოს ტყუებს საყრდენის გარეშე არავის არ ეპატიება მიწის გაყიდვა. კი, მე არ ვიცი ახლა არგუმენტებით ვერ ვისაუბრებ ზოგადად რაც მესმის რომ სოციალურ ქსელში და ტელევიზიებში ყოველთვის უსმენ ყველა პოლიტიკურ გადაცემას, ყველა საზრი მაინტერესებს და ხშირად გაისმის მიწის გაყიდვა და თუ ეს არგუმენტირებულად მართლა დადასტურდა მიწის გაყიდვა, ამისთვის სისხლის სამართლის საქმე უნდა უმკაცრესად დაისაჯოს ის, ვინც ამას დღეს აკეთებს. ესე დანაშაულებრივ ინტერპრეტაციას უკეთებს კონსტიტუცია. ერის წინაშე დანაშაული და ზოგადად შენი ისტორიის წინაშე დანაშაული. მეტი რა თქვას ახლა არჩილ მინდიაშვილმა რო თქვი. თუ ეს ფაქტები არასწორია, მაშინ ხელისუფლებას მივმართავ, გამოდით და უარყავით და არგუმენტირებულად დაასაბუთეთ ხალხს საჯარო ინფორმაცია გაუკეთეთ, რომ აი ეს ფაქტი არასწორია, ეს ფაქტი არასწორია, ეს ფაქტი არასწორია. მე ზოგადად გავიგონებ ხოლმე, რომ მე რა მიწაზე შენობა ნაგებობა არ შენდება, ხომ არა აიკიდებს ის თავისთვის ხო ვერ წაიღებს. მაგრამ იქ რომ ეხლა 30 სართულიან და ცათამბჯენი შენობა ნაგებობები შენდება, ამას რომ ეხლა ქართველი ერი 3 მილიონამდე ქართველი ერი ვერ შეავსებს, ეს ცხადზე უცხადესია. პირდაპირ თქვა, ხო გითხარით, კაცი არაბერო არის. თუ იქ უცხოელების ჩამოსახლება არის, უცხოელი მე იმ მიწასაც დაეპატრონება, იმ მონაკვეთსაც დაეპატრონება და შენ სახლში შემოგისახლდება. ეხლა როგორც მიხეილ ჯავახიშვილმა ჯაყოც ხიზნები დაწერა, ზუსტად ეგ მოდელია. მარტივად რომ თქვათ, მარტივიანით ხალხსაც რომ გასაგებიანით ვესაუბროთ მაღალი ტრაფარეტების გარეშე, თქვენ რომ სახლში სტუმარს მიიღებთ, იმ სტუმარს რომ თქვენს ლოგინს დაუთმობთ და ოთახს დაუთმობთ, რომ დაესაკუთრება ის სტუმარი თქვენს ოთახსა და ლოგინს და დაკეტავს იმ კარებს და გეტყვის, არა, ეს ჩემი საკუთრებაო, თქვენ მე სისხლის ყურაზე უნდა წახვიდეთ, რომ ის იმ საკუთრებაა. ანუ უნდა უჩივლო და სასამართლო თუ იმას ხარესეა, ხო წარმოგიდგენიათ ჩვენი შანსები როგორია. უნდა გააგდოთ სახლიდან და ბრძოლის ფასად უნდა დაიბრუნოთ თქვენივე კუთვნილი. აი ეს მარტივად რომ თქვათ, ძალიან მარტივად. რომ შემოასახლება ამ უცხოს შენს მიწაზე მიწა არის სხეული. აუცილებლად. თან მისტიური ამ შემთხვევაში. ამ სხეულზე რომ აცმევ ამ უცხო ნაწილაკებს, ხო, ის სხეული მე უკვე ავადდება თავად და პრაქტიკულად დაშლისკენ და დაავადებისკენ მიყავს სახელმწიფო, ხომ ასე? მე არ ვისურვებდი, რომ ვინმე ასეთი მტრული გადაწყვეტილებების ხელისშემწყობის ყოს და საქართველოს ისტორიაში ასე მოღალატეობრივად ჩაიწეროს. ეს ისტორია ისეთი რამეა, ბატონო თენგიზ, რომ შეიძლება ჩვენ ვაპატიოთ ადამიანებმა. მაგრამ ისტორია ყველაზე დიდი მსაჯულია. ყველაზე დიდი მსაჯულია და არავის არ უსურვებ, რომ ისტორიაში მოღალატის მით უმეტეს სასულიერო პირებს. თავისი გვარი შედგება მოღალატის სახელით. არავის არ უსურვებ ნამდვილად ამას და დღეს ქვეყანას სულ სხვა სიძლიერე სჭირდება, ტერიტორიული მთლიანობის დაცვაც გვჭირდება, გამთლიანებაც გვჭირდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მიწების დაბრუნებაც გვჭირდება, ჩვენი რწმენის განმტკიცებაც გვჭირდება, ჩვენი ტრადიციების დაცვაც გვჭირდება, ჩვენი ისტორიის დაცვაც გვჭირდება და თუ ეს ყველაფერი ხელყოფილი უნდა იყოს და გავატარეთ და თქვით, მე რა ახლა რა მოხდა, ხალხი ასეთ პოზიციაზეა, ბევრგან უკვე გავიგე, მე რა ახლა ეს ერთი ფაქტი მოხდა, მე რა ახლა ეს ერთი გოჯი მიწა გასხვისდა, თუ ეს მე რას პოლიტიკა არ მოიშალა და სახელმწიფოს ჩარჩოებში არ დაბრუნდა სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნულ ჩარჩოებში. ჩვენ ისედაც მე ძალიან ცუდად აღვიქვამ ყველაფერი იმას, რაც ხდება. ეს კატასტროფაა. მე შეიძლება ვცდებოდე, მილჩევნია ვცდებოდე, ღმერთო ჩემო, მე ერთი ვცდებოდე, ის მილჩევნია, ვიდრე მართლა იმ კატასტროფის წინაშე ვიდგეთ, რომელსაც მე ვხედავ. და არ მინდა რომ დავინახო ჩემი ქვეყანა, მე მტკივა ჩემი ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობაში ძის ხალხი, ვისაც ტკივა ეს ქვეყანა. არ შეიძლება და ამიტომ ამ თემაზე დუმილი არ შეიძლება. მე სად არის ეს ხალხი? მათ უთმოთ ეკრანს და დროს და ყველა ვინც არ უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილიც რო იყოს, მაგასაც თავაზობ ამ ეკრანს. პატრიოტ ადამიანს ნუ მოაწევთ ისეთ რაიმეს ხელს,
რაც შემდეგ თქვენს შთამომავლობას შემოუბრუნდება ბუმერანგივით ძალიან ცუდ. აქ რო იცოდეთ, იცი რა კონკრეტული მანდია მისული, ეს უკვე საკრებულოში რუსთავის და თბილისის და კრანესის საკრებულოში განიხილება და უკვე აქტიურად მიდის მაგაძე ზემოქმედება, როგორც ასეთი და ეს ხალხი, კაცო, პარლამენტარებია მონებად გადაქცეული ქარბატონ ლუარა და ახლა მაგის ქვემოთ ვინც არის რა, თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ესენი ხელს მოაწერენ ამას, მე არ მეპარება ეჭვი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს ადამიანები დიდი ნაწილი უკვე სოციალური თუ იმის თუ სხვადასხვა მიზეზის გამო თავი მიყიდეს რა უფროსებს. მე მაგალითად ურჩევ ნებისმიერ ადამიანს გადავიდეს თვითგადარჩენაზე, ისე როგორც ერის უმრავლესობა თვითგადარჩენაზე გადასული, ვიდრე მოღალატეობრივ რაღაცაში მიიღოს მონაწილეობა. მე ყველაფერთან ერთად ხალბატონ ლუარა, ეს ხალხი გაუნათლებელია, დაწყებული ეგრეთ წოდებული პრემიერიდან და ქოვით ვინც არის იმ ინსტანციაში, ამ საკითხში განსაკუთრებით ეროვნული, მან კრანიშე კიდე დაცემული მეურნეები და წმინდანების ისენი არის და იქ არის მოყოლილი. ამაზე ერმა და ბერმაც ყველამ ერთიანად უნდა ავიმაგროთ. აუცილებლად აუცილებლად უნდა ერთადერთი დავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ მიწის გაყიდვა არავით არ შემდგება. ერთადერთი მიწა არ არის მათი საკუთრება. არც ერთ ხელისუფალს არ აქვს არც ეპატიება და არც აქვს უფლება რომ მით უმეტეს პატრიარქის ანდერძე არის და რამდენჯერმე მისი მიწის გამო გადაიტანა მთელმა ჩვენმა ქვეყანამ ომები და უბედურებები და ახლა მიწა თვალსაჩინო თუ გვაცლი და ჩუმად ესე მოყიდი და მე გაყიდული მიწის ფაქტის წინაშე დააყენებ. დამაყენებ, ხო? ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს საჯარო, როგორც ხდება ცივილიზებულ სამყაროში, ძლიერ სახელმწიფოებში, ხალხისთვის ინფორმაციები დამალული არ არის. საჯარო მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა ხელშეკრულება, მთავრობის ის რაც სახელმწიფოს მართვას გადაწყვეტილებებს ეხება საჯაროდ გამოდის. ხალხი კითხულობს ამას. მე თუ არის პროტესტი რაღაცაზე, იქ იმართება რეფერენდუმი და ხალხს ეკითხება. თქვენ აი იტალიაში ბრძანდებით ამდენი ხანი. წარმოგიდგენიათ რომ მსგავსი დანაშაულებრივი ის საკუთარ შემთხვევაში იტალიაში მსგავს დანაშაულებზე არც პოზიცია წავა, არც ოპოზიცია და არც ერთია, არც მღვდელმთავარი, არც კარდინალი, არც არავინ. იტალიაში პატარა ის მოხდა რაღაცა, როგორც კი ტრამპმა მელონის შეუტია რამხელა თელი ოპოზიცია გაერთიანდა ტრამპის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ეს იტალიის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს თუ გიყვა შენი ქვეყანა ხომ, უნდა დათმო რაღაცები და გაერთიანდა შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ქალბატონ ლუარა, ახლა თქვენს იმას ზოგიერთი თავისებურად გაიგებს და იძინა ამას გამოაცხადოს პრეროგატივად, მე უნდა დავიცვათ აუცილებლად ეს ხუმრობ რა თქვა. ხუმრობ რა თქვა. ბიზნეს დაცვაც თქვათ გარეძალების შემოტევებისაგან ჩვენ ქართველებს გვევალება რომ ბიზნესს დავიცვათ. ოღონდ მიუთითოთ იმაზე თუ საცდება რა დანაშაულს ჩადის და მოусმინოს ხალხს და მოусმინოს ნამდვილ ჭეშმარიტ პოზიციას. რო არ გამოდის აშკაროზე ქალბატონ ლუარა. სამწუხაროდ ოპოზიციაც ისეთი ყავთ, როგორც აწყობთ. ჩვენ ხო ეხლა ამას ყველა ძალიან კარგად ეს ოპოზიცია მათთვის არის ოქროს ფუფუნება. ამ ოპოზიციის ხელში რაც უნდათ იმას გააკეთებენ. აუცილებლად. ამიტომაც არ უშვებენ ალბათ და ვერც მოძლიერდა და ალბათ ის ჭეშმარიტი ოპოზიცია ისე ძლიერად რომ პარლამენტში იგრძნობოდეს. ძალად ჩამოყალიბდეს. პარლამენტში იგრძნობოდეს ჭეშმარიტი პატრიოტი ოპოზიციონერების ხმა. არა მტრული არამედ ჭეშმარიტი კონსტრუქციული პატრიოტული ასეთი ოპოზიცია არ აწყობთ ალბათ თორემ თუ რომ აწყობდეთ აუცილებლად ასეთ ოპოზიციას მისცემდნენ გასაქანს და არ ჩაუკეტავდნენ ტელევიზიებს. ტელევიზიები თავიანთ პარტივიზიებად რომ აქვთ გადაქცეულები და მარტო თავიანთ ხმა ისმის და მე ახლა რასაც უსმენ ბოდიში ცოტა თემიდან გადავედი მაგრამ რასაც უსმენ ვაგინებთ ევროპას ამერიკას გეგონება ამის თან უმაღლესი ხელისუფალი გეგონება ამის იქაც სხვა პრობლემა ქვეყანაში არ აქვს. ამას ვასმენინებთ, ვატრიალებთ წლების განმავლობაში და პროპაგანდით ურეცხავენ ხალხს და ამიტომ ხალხი მერე რას იმაზე გადავიდა პოლიტიკაზე. ხალხი გადავიდა მერე რას პოლიტიკაზე. ეს კატასტროფაა. და მე როდესაც რაღაცა კრიტიკულს დავწერ, ერთ გამომიხტება ოცნების დამცველი ვიღაცა, ჩინოვნიკია თუ სხვა ვინმე და მეტყვის არ გეკადრებათ ასეთი წერა. რა არ მეკადრება? სიმართლის თქმა არ მეკადრება? თქვენ არ გეკადრებათ ესე მერე რას პოლიტიკა, ვინც ახლა ოცნებას ყველაფერზე ტაშს უკრავთ. ოცნებას ყველაფერზე ტაში კი არ უნდა დაუკრათ. უნდა მიუთითოთ, სად ცდება, სად აკეთებს არასწორს.
ახლა 9 წლიანი რეჟიმიო და ახლა მეორე 12 წლიანი რეჟიმი გაგვივლია, ახლა ვხვდებით ამას მარტო. 14 ამდენი დანაშაულებების ქვეშ თუ იყო ეს სახელმწიფო კიდე კარგად გაგვიძლია. ამდენი კორუფცია თუ იყო ქვეყანაში კიდე კარგად გაუძლია ამ ქვეყანას. იტანს კიდე ანუ ეს თემა რო დავხუროთ კიდე ერთხელ ჩვენი სრული სოლიდარობა აქ ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულმა წმინდა სინოდმა ხმა უნდა ამოიღოს მით უმეტეს მან დიდი ადამიანები ყავთ მეუფე დანიელი ისაია კიდე ადრე კიდე ყავთ ესეთი ხალხი რომლებიც ვალდებულნი არიან კეისარს კი არ ემსახურონ არამედ მიწას მამულს იესო ქრისტეს უპირველესა მამა ღმერთს და ეკლესიას ევალე ვალდებულია რომ ხმა იმაღლოს ყოველგვარი ისეთი თემის ირგვლივ რომელიც თემაც სახელმწიფო რომელიც ეროვნული თანხმობის ქვაკუთხედია და ეს ადამიანი ბატონი თემური რომელიც ამაში ახალგაზრდა კაცია 30 წლის მივესალმებით მას როგორც ასეთი და დიწარმატებას უსურვებს და სრული თანადგომა ჩვენგან და ყველა ადამიანისგან რომლებიც ეროვნულობას დაიცავს და სარწმუნოებას ენას და ტერიტორიას დაიცავს და სულიერ საგნებს თუნდაც სულიერ საგნებს ყველგან მე ეროვნულ იდეალებს სრული თანადგომა როგორც ასე. კარგით, ახლა გადავიდეთ კიდე ასევე ძალიან ძიმე თემაზე გუშინ გავუგნდი ხალბატონო ლუარა, როდესაც გამოვიდა პრესკონფერენცია ჩაატარეს და ხდება რაღაც ეროვნული ფასეულობების დაცვის და მისი დევალუაციისგან ასე ვთქვათ ფიზიკური დაცვის და მისი აი ახალი ანსამბლის ჩამოყალიბება და ყველაფრის ფასად რო ესენი დაიცავენ ამ ყველაფრის ფასად რაც ეს გულისხმობ მე მგონი ადვილი გასაგებია ანუ ას ნიშნავს ეს ადამიანები ძირითადად კუნთმაგარი ადამიანები დემონსტრაციულად დადგენ იქ რაღაც პრესკონფერენცია ჩაატარეს ჯერ მარტო რაც აქ დანაშაულებები რა ჩატარდა საშინელი 900 კაცამდე არის სერიოზულად დაზიანებული სერიოზულად თელმა რიგმა ინსტანციებმა ისევე ამ მიწის გასაგონადაც კიდე ეს ფაქტი მინდა ამასთან ერთად ის რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება უკვე ყველა ევროპულმა ინსტიტუტმა დააფიქსირა ყველამ უკლებლებს უყველანო და ჰააგის დონეზე არის უკვე საქმე მისული პლუს კიდე ამათვის დამოკლეს მახვილი არის ეს თემა რომ ამერიკაში ზედა და ქვედა პალატაში და განიხილება ირანთან თანამშრომლობის ასე ვთქვათ შესაძლო ვარიანტები ამასენად ამ დღეებში ორი ამერიკელი არის დაღუპული იერიში მიიტანეს ამათმა და ეს ახლა კვლევა დაიწყეს მაგათმა და ჩემ ტერს გადაეკიდენ ეგენი რა ამას თქვენ თუ ვერ ახდებით თქვენ უბედურებო თქვენ საერთოდ არ ვიცი აი რა აქვიაც თქვენს მაგერად მე მეშინია პირდაპირ გეუბნებით ანუ ამის კვლევა დაიწყო სერიოზული და ეჭვმიტანილი არის ეს ხელისუფლება როგორც ასეთი და იმ რეგიონის თანამშრომლობისაგან ეკონომიური იქნება ეს ფინანსური იქნება უხილავი ხილული თუ მთელი რიგი ფაქტორებია მათ სპეცსამსახურები და 1000 ისენია შიგა დინებები უხილავი დინებები ამიტომ ამის კვლევა და მე წარმომიდგენია ესენი სადამდე მივლენ საერთოდ მით უმეტეს ახლა ეს გამოცხადებულია ზონა კასპიის და შავი ზღვის ერთ ბასეინა და ანგლო-საქსონმა სამყარომ და უკვე ამერიკაც ნელა-ნელა ახალი აბრეშუმის გზა იკვეთება ჩვენზე გადის და ეს გამოაცხადეს თავიანთ ასე ვთქვათ ზედამხედველობის ზონად როგორც ასეთი ანუ თავიანთ ინტერესად როგორც ასეთი რა და აქ წინააღმდეგობის გაწევა როდესაც რუსებს თავიანთი პრობლემები აქვს საშინელი და პუტინის და იმის ბაკაევის შეხვედრა თუ ნახეთ გუშინ წინ რო იყო რასაცოდავად გამოიყურებოდა ეს პუტინი და ცდილობდა რომ ყაზახეთს მაინც მოებღაუჭოს რომ იქნება იმის მეშვეობით რაღაცა აირიდოს რაღაც თავი დააღწიოს და აი ამ კოლაფსისგან აი უბედურებისაგან სადაც თავისი შეზღუდული გონებით ინტელექტი და რაღაც მაფიოზო რაღაც ესეთი აი რა ველოკო ძერჟაული იმპულსებით მივიდა აქამდე რა
აი ესეთ ვითარებაში ვართ და ამ დროს აი ამ ადამიანების ასეთი გამოსვლა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ახალი მხედრიონის გაკეთებას. ეს ნიშნავს პირდაპირ სამოქალაქო კონფრონტაციის გაღვივებას და სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ისეთ კონტურებზე ხელოვნურად ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სამართლებრივი უწყებიდან გასული იქნება ეს ხალხი. ანუ გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა ვერ იცავს ეროვნულ ტრადიციებს და ეროვნულ ჯერჯერობით უჭირს თუ ასეთი ორგანიზაციის შექმნა აუცილებლობას მოითხოვს ეს მე რომ ვიყო ხელისუფლებელი ვიტყოდი რომ ჩემი ბრალია და არავის სხვისი რა თქმა უნდა რა თუნდა ამას ესეთი ორგანიზაციის შექმნა პირველ რიგში კანონი იცავს ყველას და ყველაფერს. და ლეგიტიმური ორგანოები უნდა იცევდეს ადამიანის უფლებას და კრიმინალისაგან და აკეთებ კრიმინალი პირდაპირ წახალისებულია. აკეთებ კრიმინალს აკეთებ. პირდაპირ წახალისებულია რა. თუ ეს ხელისუფლებიდან დაშვებული ორგანიზაციის შექმნა, მე ხლა არც ამ არგუმენტში არა ვარ შესული რომ ვიცოდე დადასტურებული. პრესკონფერენციას უყურეთ და მე მაგრამ ვისგან მოდის ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა? საიდან მოვიდა? საიდან მოდის? ვინ ასაბუთებს ამ ორგანიზაციას? აი, არასამთავრობო არის და მორჩა რა. ვისი არასამთავრობოა? დაფუძნდა უკვე ტრადიციული საწყისების და ფასეულების და მითი დაცვა. არა, ეს უკვე და თუ შეიძლება დაფუძნდა, მაგრამ ამას ხელისუფლებამ ხარს უჭერს? ხალბატონ ლუარა, ხარს რო არ უჭერდეს, ასე თქვათ, ეს 900 კაცი ვის დააზარალეს, ისინი გამომზეურებულები იქნებოდნენ. თქვა კიდევაც ყობახიძე რომ დაზარალებებს ჩვენ ვაღიარებთ, მაგრამ იდენტიფიკაცია ვერ მოხდა. ხო, პასუხი ოფიციალური ხო ესეთი? მე ვისურვებდი რომ გვისმენს ახლა საზოგადოებაც გვისმენს, ხალხიც გვისმენს. თუ ესეთი ორგანიზაციის შექმნა თავრობის მიერ არის დაშვებული, მაშინ ეს არის დანაშაული, მაგრამ თუ ამ ორგანიზაციის შექმნის საქმის კურსში არ არის მთავრობა და ეს ახლა თვითნებურად არის გაკეთებული, მაშინ უნდა გამოვიდნენ და ამაზე საჯარო ინფორმაცია გაუკეთონ ხალხს და საზოგადოებას. ყველა ვარიანტი ეს ოპოზიციას კი არ უნდა გაეკეთებინა ამაზე რეაქცია და ნეიტრალურ ადამიანს უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება უნდა გააკეთოს. კი ბატონო და ასე მე თუ საეჭო ფიზიონომის კონე ადამიანი. ამას წინათაც უსმენდი, როდესაც დუმბაძეს მიაყენეს შეურაცხყოფა ჩვენს რელიგიას მიაყენეს ხუმრობა თითქოს რაღაცა ეს იყო რაღაცა პოდკასტი ახალგაზრდული. არც ასეთი ახალგაზრდული პოდკასტის ხუმრობით გატარება არ შეიძლება. არც ის არ შეიძლებოდა ჩვენმა ცნობილმა დიდებულმა რობერტ სტურუამ გააშარჟა ვეფხისტყაოსანი. არც ის სამარცხვინო. რა თქმა ამას ორგანიზაციის შექმნა ეს კულტურის სამინისტროს ხარდაჭერილი იყო და მე ღიად დავწერე რომ თუ ამას კულტურის სამინისტრო ხარს უჭერს ვერ ხდება მე მოვითხოვე კულტურის მინისტრი გადადგეს ამ ფაქტზე კულტურის მინისტრი უნდა გადაეყენებინათ თუ როგორი იმითაც არ უნდა მიუდგე ეხლა ამას ისეთი ქვეტექსტებით მიუდგე რომ მე არ მესმის ხელოვნება და ეს ხელოვნების დიდი ნიმუში იყო ხელოვნება ემსახურება ეროვნული სიწმინდების დაცვას მე ასე ვესმის და სულიერ სიწმინდების და თან თუ გნება თანამედროვე ხელოვნება და არქვით და გნება წარსულის ნაშთები და არქვით ხელოვნებიდან ხელოვნების ასე ისტორიული ძეგლის ანუ ვეფხისტყაოსნის ასე გაშარჟება გაბაიბურება დაცინვას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ყველაზე უფრო თქვენ მოგეხსენებათ ახლა არ ეკადრებოდა ბატონ რობერტ სტურუას ბოდის ვიხდი მისი ღვაწლის წინაშე არ ეკადრებოდა ასეთი სპექტაკლი მაგრამ ერთი ფაქტი შეიძლება ამაფლებდეს მას რომ თუ მე გავიმარჯვეო ამ იმითიო გამოდისო რომ ვეფხისტყაოსანზე უფრო მაღალი სპექტაკლი დამიდგიაო და თუ დაუმარცხდიო გამოდისო რომ ვეფხისტყაოსანმა გაჯობათ ბატონო რო გამოაჩენს ვინ არის ნამდვილად გაჯობათ და თქვენზე უკეთ ვინეცეთ კაცო ემიგრაციას ვინ ყვებავს როგორ ძირითადად ებრაელებში ვინ რა ყვებავდა რამ შეანახინე ბიბლიამ თქვენ პირდაპირ რა ბიბლია და ვეფხისტყაოსანი ხო ძირით აბა ახლა ხელისუფლება რომელიც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობენ ფაქტიურად უარს ეუბნება რა ის არის ის რომ იმ აუცილებლად შევეხება ყველაზე მტკივნეული თემაა რა თქმა უნდა აი ნუ ყველაფერი შეიძლება გაგეკეთებინა მაგრამ ემიგრანტს რომელიც ქვეყნიდან იძულებით გააქციე
განდევნე რაც კიდათ ის დაარქვით არც სარეს სულდა $15,000 ეხადათ მექსიკით გზის ევროთ და იძულებით ოჯახები დაეტოვებინათ ცილეწლოვანი შვილები ეს რომ არ ყოფილიყო იძულებითი ემიგრაცია თვითნებურად და ნებაყოფით ასეული ადამიანი წავიდოდა და არა მიზნობით. მე ამ იძულებით წასულ ემიგრაციას შენს ქვეყანაში რომ არსებობის გზა გადაუკეტე, რომ ჩაუკეტე სამუშაო ადგილები, რომ ჩაუკეტე სასიცოცხლო ინტერესები, ოჯახები რომ გაუხლიჩე და შვილები რომ უდედო და უმამრობ ბებიები როზდიან შვილის. აი ასეთ ემიგრაციას შენ კიდევ უკრძალავ ხმის მიცემის უფლებას. რომელიც არჩევს ქვეყანას. ადარებ იმ ქვეყნების ემიგრაციას, რომელი ქვეყნებიდანაც ემიგრაცია ნებაყოფილობით წავიდა. იმ ნებაყოფილობით წასულ ემიგრანტს, რომელსაც აქვს საკუთარ სამშობლოში დაბრუნების საშუალება და არ ბრუნდება, შეიძლება ჩამოართვა ხმის უფლება. ემიგრაციას, რომელიც იძულებით წავიდა ქვეყნიდან და რომელიც 10 წლებია ვერ ბრუნდება ქვეყანაში, მოდის და მიდის, მე რატომ მოვდივარ და რატომ მივდივარ ესე? იმიტომ რომ იძულებული ვარ, მე აქ ხელფასი არ მაქვს და უხელფასოდ თქვენ არსებობთ. ვერც მე ვარსებობ უხელფასოდ. 300 ლარიანი პენსიით თქვენ არსებობთ. ვერც მე ვარსებობ 300 ლარიანი პენსიით, როდესაც უკან უამრავი უმუშევარი დასახმარებელი მყავს. ამიტომ მიუხედავად იმისა, ჩემი დიდი ეროვნულობისა, ჩემი დიდი სურვილისა, რომ ვიდგე მეცნიერთა კონგრესში და აქტიურად ვიყო ყველა პროცესში ჩართული, ისევ იძულებული ვარ წავიდე ემიგრაციაში. არ არის ბატონებო ეს ჩემი ნებაყოფილობითი სურვილი. ნეტა იცოდეთ როგორ გული არ შევიძლია რა ეხლა თუ თქვენი სინდისი გაძლევთ იმის უფლებას რომ ეს ნებაყოფილობით ემიგრაციად გაასაღოთ და ხმის უფლება ჩამოართვათ ეს თქვენ სინდისზე იყოს მაშინ არა გასაგებია ეს ხო სულთა პოლიტიკური აქტია ქალბატონო დღეს ემიგრაცია ყველაზე დიდი ძალა ჩვენი ქვეყნის ძლიერების გადასაწყვეტად თუ ემიგრაცია შეიკრა და თუ ემიგრაციაში ნამდვილად ის ჭეშმარიტი პატრიოტის სული წამოვიდა, რომელსაც სურს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება და არც ერთი პარტიის მხარდაჭერა, აი მაშინ უკვე ამ ქვეყანას შეიძლება ეშველოს და ეროვნული ძალაც კრისტალიზაცია მოხდეს, რომ ნამდვილი ეროვნული ძალა ჩამოყალიბდეს ემიგრაციის მხარდაჭერით. მე ამას ვისურვებდი ნამდვილად ჩემი ქვეყნის მომავლისათვის და მე ერთი ყლორტი ვარ სწორედ ამ ამ ეროვნულ მოძრაობაში. დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის, რა ვიცი ახლა წარმოუდგენელი რაღაცა. აი თურქეთის ეს რო არის, ხო არსებობს სხვადასხვა ემიგრაციები, ხო? მეჯლისში მაგალითად თურქეთში რაღაც კვოტა არის გაკეთებული, რომლის მიხედვითაც რაღაც კვოტა არის ზუსტად არ ვიცი, 3 თუ 4 თუ 5 ადგილია, რომელიც კონკრეტულად ემიგრაციას ეკუთვნის. თურქეთი ახლა შეძლებული ქვეყანაა და ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერია, მაგრამ მიუხედავად იმისა, მას არ აქვს ისეთი პრობლემები, როგორც ჩვენ აგვაქვს, ხო? ის კი არ უკრძალავს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებში და არჩევნებში მონაწილეობას. პირიქით, მისი კვოტა და ზოდა ისე არის გაყალბო, თვითონ ემიგრაციასა და ამ ქვეყანას შორის, სამშობლოსა და დროებით ემიგრანტებს შორის იყოს მყარი ესეთი ურთიერთობა, რომელიც აუცილებელია ამ ეროვნული სხეულის შესაკრავად. მაგრამ მე ვერ ვიტყვი ჩვენი ხელისუფლება ადგილებზე აძლიერებს დიასპორას, ადგილებზე, მაგრამ არავის არ მოუწოდებს, რომ ეს ძლიერი დიასპორა შემდაბრუნდეს. არა, ადგილებზე გააძლიერეთ ადგილებზე დიასპორა რამდენიცკენ და თუ ის დიასპორის ის ინტელექტუალური რესურსი ხმარდება უცხო ქვეყანას და არ ხმარდება შენს ქვეყანას მაშინ ასეთი ემიგრაციის ამაზე იფიტები შენ სხეული იფიტება ეროვნული სხეული ანუ მთელი ინტელექტუალური რესურსი რომელიც დევს ემიგრაციაში ქვეყნისთვის არის დაკარგული ნამდვილად და ამას აძლიერებ უცხო ქვეყანაში და უცხო ქვეყანას ხმარდება ეს ინტელექტუალური რესურსი კი ბატონო ბევრმა გაიყვალა გზა იქ და ბევრმა თავისი ადგილი იპოვა იმენ რომელიც აქეთ აღარ დაბრუნდებიან მოწყვეტილია ის შრომები საქართველოსთვის როგორი სკოლებია რაღაცა შექმნილი თელი ისინი აქ ღებულობენ კარგი მიმას მაგალითად კომაროვის სკოლა რამოდენ ისეთი ინსტიტუტი აქ მიიღებენ განათლებას და მე უკვე კი ბატონო სამაგიეროდ აქეთ ინდიელები შემოყვარს იმათ მასწავლით
უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქე მე მესმის გაცვლითი პროგრამები მაგრამ აქ დააფუძნო აქ ასწავლო ქართული ასწავლო ქართული დიპლომი ბინადრობის უფლება ქალბატონო შემდეგ ისინი შემოვლენ ხელისუფლებაში და შენი ინტელექტუალური რესურსი გარეთ ემსახურება და შენ უცხო რესურსი ხმარ შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ეს პოლიტიკა არის დღეს 21 საუკუნის მიჯნაზე საქართველოს უმძიმეს ეპოქალურ რყევებს გადის უმძიმეს კი ეხლა იყო დრო ასეთი მე-18 საუკუნე მაგალითად საქართველოს ისტორიაში ყველაზე აი ესე როგორ ვთქვა მივამგვანოთ დღევანდელ ეპოქა მიესადაგება მაგრამ მაშინ სხვა მიდგომები იყო და ეშინოდა საქართველოს ფიზიკური განადგურების. დღეს ამ საშიშროების წინაშე რომ ფიზიკურად განადგურდეს ქვეყანა, ამას საერთაშორისო ძალები არ უშვებენ და არავის ახსოვს ისეთ გეოპოლიტიკურ ცენტრში, როგორც არის საქართველოს სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზმზე, როგორც საქართველოს მდებარეობს დღეს შუა დერეფან, ვინმეს ომი აწყობს. გზის გასაყართან. ეხლა აქ გზის გასაყართან ვინმეს ომი აწყობს? როგორ გეყვა ყველაზე უფრო ევროკავშირს არ აწყობს აქ ომი ყველაზე უფრო დასავლეთს არც ევროკავშირს და თვითონ აქ რუსეთს ალბათ ეხლა რუსეთსაც რა შეაწყობს რუსეთს ახლა არ აწყობს უკრაინასთან ომი რო არ ხონდეს უკრაინასთან აქეთ კავკასიის ცხელი ხაზი აქვს კი მე ეხლა მე არ მინდა გადავიდე სხვა თემებში თქვენ თუ კიდევ გაქვთ რაიმე თემები ხო თემა ის ამაქვს რომ შემდგომ მე ბოლოსკენ ცოტა დაგვჭა 7-8 წუთი ხო დაახლოებით და რა მინდოდა იცით რომ კიდე ერთხელ ამათოს რომ დაგვენახებინა ეს რომ ის სანქციები რაც ყულევში რაც კეთდება ხოთში რაც კეთდება ჩემი მეგობარი აი წინა გადაცემაში მყავდა ზაალ კასრელიშვილი ცნობილი კავკასიოლოგია ძალიან მჭიდრო კავშირებით რომელმაც განაცხადა რომ ძალიან მოკლე ხანში აქ იქნება ისეთი შეუქცევადი პროცესები როდესაც ყველაფერი დაიბლოკება აქედან საერთოდ ის ირანთან, პეკინთან, რუსეთთან მიმართებაში რაც კი არის ის ნედლეული, რომელიც შეუმჩნეველია და უნდა ხმელთაშუა ზღვით და ბოსფორეს ემიდა ხმელთაშუა ზღვაში გავიდეს და აქედან ფაქტიურად ეს იდუმალი კავშირების შენარჩუნებული იქნას და ამით შავი ზღვის ეს ადგილი თუ ჩაიკეტა გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაპსს რა თქმა უნდა ამიტომ ყველაფერი კეთდება გამაფრთხილებელი ისინი არის იმათგან ძალიან სერიოზული რომ აი ეს თემები ყულევი იქ ფოთი თელი ანუ აქ იგივე უნდა მოხდეს პირდაპირ დასავლეთი პირდაპირ ანიშნეს რაც ბალტიის ზღვაში რაც მოხდა კარგად მოგეხსენებათ ახლა ფინეთი და შვეციას არ უომია პეტრესთან რო წააგეს ომი იმის შემდეგ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და დღემდე ინარჩუნებდა. როგორც კი შეიჭრა უკრაინაში შვეციას და ფინეთით, რომელიც უპირველესი პარტნიორი იყო რუსების და მაგრად იხეირა ორივე მხარემ, ნახევარი საუკუნე, ისიც გადავიდა ნატოს ბლოკში და გემები 50 კილომეტრში არიან მისული პეტერბურგთან, როგორც. იმათ რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს საერთაშორისო კანონმდებლობა ამის უფლებას აძლევს. არა, ეს ხონდათ, ეს ახლა ნატოში შევიდა. ნატოში შევიდა, რატო შევიდა? ჩვენთან რომ ამბობენ ნეიტრალიტეტს და ნეიტრალიტეტს ვერასოდეს აქ ვერ დაიცავ, იმიტომ რომ აქ არის ორი ვარიანტი. ამათ გასაგონად ვამბობ და მე მგონი შეზღუდული ადამიანი წდება ამას უკვე. ერთი არის წმენდა დასავლური ვექტორი, ახლა ტრამპმა რაც არ უნდა ილაპარაკოს იქ რაღაც მოუზომელი რაღაცები იტალიასთან და თუნდაც ესპანეთთან მიმართებაში და შემდგომ ამის კომპენსაცია მოახდენა თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთი რო დააჯილდოვა და ამით თვითონ გამოიწყედა თავის ამას თავიდან აქ თავარი არის ერთი ეს დასავლური მხარე თავისი გეოსტრატეგიული იმით და მეორე ეს არის რა ევრაზიული კავშირი ისიც განსაზღვრული არ არის იქ ჩინეთი, რუსეთი, ირანი რა მდგომარეობაშია კი ხედავთ და რუსეთი რა როგორც ასეთი და აქ ეპატიჟებია მაშინ როცა სომხეთი გამოვიდა აქედან რომელსაც ყარაბახის ომი დაუჯდა ამის ფასად თორე ისეც ობაკაესის წევრი იყო და რუსებმა როგორ გაწერეს ხო ნახეთ ამიტომ აქ
აქტიური ნეიტრალიტეტი და მეუმხრებლობის სტატუსი ეს არის საბავშვო ბაღი და რაღაც ნუგეში ვითომ რაღაც არა ეს ნეიტრალიტეტის თემით манипуლირება არის ხალხის მოტყუება. მოტყუება რა თქმა უნდა. ან იქი ხარ, ან აქეთ ხარ. კონსტიტუცია არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ ნეიტრალიტეტი გამოაცხადო 78 ამას გიკრძალო. ან შეცვალე ის ან უნდა შეცვალო ის კონსტიტუცია ქალბატონ ლუარა. ამ ეტაპზე მე პირადად არ მივესალმები ამ უფლის შეცვლას. არა, როგორ უნდა შეცვალო, ვინ უნდა შეცვალოს, როგორ უნდა რეფერენდუმი უნდა ჩაატარო, რეფერენდუმს ამ პირობებში არ ჩაგატარებინებენ. მეორე მხარე არის რომ საერთაშორისო სამართლით თუ შენი 20% ტერიტორიების ოკუპირებულია, მაშინ ვერ გამოაცხადე უდო. ამიტომ ეს ხალხს ვერც ისე ვერ გამოაცხადებთ. ხალხს ახლა ეს არის манипуლირება. ეს მიუნხაუზენის ზღაპრებს აგავს როგორც ასე. ბატონთების თუ თქვენის ნებართვით რა კი უახლოვდება ჩვენი გადაცემა დასასრულს, ეს თემები რაც ახლა თქვენ თუ ნებას მომცემთ რაღაც 5 წუთის ფარგლებში თქვენ ბრძანეთ რაც გენებთ. მიმართეთ ჩვენს მოსახლეობას, ინსტიტუტებს და ყველას. როგორც მეცნიერთა კონგრესის წევრმა და აქტივისტმა მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით თქვენს გადაცემაში და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი იდეოლოგიური პოზიცია. რატომ დგავარ მეცნიერთა კონგრესს და რატომ უჭერ მეცნიერთა კონგრესის პროგრამებს მხარს. მიმაჩნია რომ აი ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში, რომ არც იქეთ და არც აქეთ და ნეიტრალიტეტი და ასე შემდეგ, ყველაფერს აწესრიგებს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელიც გამჭვირვალე პირობებში. მე ვთვლი, რომ ხელისუფლება თუ ეროვნული ხარ, უნდა გაწყობდეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება ამ ეტაპზე, რომელიც თქვენ სწორედ ამ პოლიტიკის ლავირების საშუალებას არა, ლავირების საშუალებას მისცემთ, მაგრამ რეფერენდუმის უფლება თუ არ დაუბრუნეთ ხალხს, ისე ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინასაც ხალხამდე ვერ მიიტანთ. ამიტომ პირველ რიგში გინდა პლებისციტი ჩაატარეთ, გინდა რეფერენდუმი დაუბრუნეთ, ხალხს უფლება დაუბრუნეთ, რომ ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მე მირჩევნია ვწდებოდე, მაგრამ მე ჩემ აზრს ვაფიქსირებ და ისტორია ამას დააფიქსირებს. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ქაოსში საქართველომ რომ თავისი თვითგადარჩენა შეინარჩუნოს მშვიდობიანად, სჭირდება ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება. ეს გაძლევს საშუალებას ლავირება გააკეთო გეოპოლიტიკურ ჭრილში. ეს ერთი. თუ გინდათ რომ ქვეყანაში მართლა აღმოფხრათ კორუფცია, რომელსაც ებრძვის ხელისუფლება, თუ გინდათ მართლა დამყარდეს კანონიერება და ეს არ იყოს მოჩვენებითი, აუცილებელია მართვის სისტემის შეცვლა იმ 21 პუნქტის მიხედვით, რომელი 21 პუნქტის მეცნიერთა კონგრესმა შესთავაზა ხელისუფლებას. სადაც ნეპოტიზმის და კორუფციაც სამშობლოს ღალატად არის გამოცხადებული. სადაც მიწის გაყიდვაც არის სამშობლოს ღალატად გამოცხადებული. სადაც განათლება არის პრიორიტეტი, სადაც მეცნიერება არის პრიორიტეტი, სადაც მეცნიერს უნდა ჰქონდეს პარლამენტარზე უფრო დიდი ხელი. თქვენ თუ ეროვნული ხელისუფლება გაქვთ, სწორედ ეს უნდა გაწყობდეთ. მართვის სისტემის ამ ფორმის შეცვლა უნდა გაწყობდეთ და მეცნიერთა კონგრესს უნდა დაუძახოთ. აბა მობრძანდით დებატებში თქვენთან მინდა დავჯდე და არა იმ ეხა არავის არ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ზოგიერთ გადაღეჭილ თემებზე რომ საუბრობენ და 1000-ჯერ რომ აქეთ-იქეთ ატრიალებენ, აღარ არის უკვე საინტერესო ამ თემების და გაიცვით ეს თემები. საეთერო დროის ამაზე გამოყენება არის აბსურდი გაცვეთილ თემებზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავლის საქართველოს პროგრამებზე. მომავლის საქართველოს პროგრამები არის მეცნიერთა კონგრესში და დაუძახეთ დებატებზე, მაინც დაუძახეთ და იქნებ ცდება ეს ხალხი. იქნებ ცდება და მოდი მე ხალხმა გამსაჯოს თუ ცდება. ეს მეორე. მესამე რაც მეცნიერთა კონგრესს აქვს, ეს არის ეროვნული თანხმობის პარლამენტი. როგორ შეიძლება ამ ეროვნული თანხმობის პარლამენტის მიღება ეს მეცნიერთა კონგრესის წევრებმა არაერთხელ ჩამოაყალიბეს. მოდით და შევთანხმდეთ, რომ დღეს ერთიანი სიით გავიდეთ არჩევნებზე და შევქმნათ ეს ეროვნული თანხმობის პარლამენტი. ქვეყანა გადარჩება, ხალხი უნდა ამ რყევებსაც გადავრჩებით. ამ ქაოსშიც არ გავიჭყილტებით და სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე არ დადგება. დღეს
დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე რომ ვდგავართ. დღეს ქართული ოჯახები როდესაც გახლეჩილი გვაქვს. დღეს როდესაც ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის გარეთ არის გასული, როდესაც ახალგაზრდობა გარბის ქვეყნიდან გარბის, ვერ ამაგრებთ თქვენ ახალგაზრდობას, ტყუილია რომ პირიქით ხელს უწყობენ ქალბატონო. დღეს სხვათა შორის ეხლა პაპუაშვილს უსმენდი, რომელმაც თქვა, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. კიდევ რა თქვა, ესე იგი უმუშევრობა და ერთი ბოდიშვილი რომ ზუსტად ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა დასული. შიდა ეკონომიკური ზრდა ისტორიულ მაქსიმუმზეა. და ამ დროს ბავშვები შემშილობენ. აი ვის ვატყუებთ? კარგეთ მაგი ხალხი არ არის საინტერესო ხალხი. ხო, ისტორიულ მინიმუმზე თუ არ რატო გარბის ქვეყნიდან? ისტორიულ მინიმუმზე იქნება ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ხალხი დამაგრდება ადგილზე რომ დამაგრდება, სოფელი გაპარტახებულია. არიქაო რეგიონები მოშლილი. აკლამატობია გათიშა. სოფლებში სადაც მე ვიცი, დენი ხშირად ითიშება დილას აღამოს 2 საათი, 1 საათი და დრო გვიჩვენებს რომ დრო ამოიწურა, მაგრამ არის გაპარტახებული სოფლები, მიტოვებული სოფლები, არის სასოფლო საკრებულოები, ბოსელებად ქცეულები. ამას მიაქციეთ ყურადღება, თორე ევროპა და დასავლეთი უჩვენოდაც კარგად არის. ძალიან კარგი. რა ვიცი, უღრმესი მადლობა ქალბატონო ლუარა, ნება მიმბოძეთ ჩამოგართვათ ხელი და დროებით, ასე თქვა, ხვალ მიბრძანდებით, ბედნიერი გზავრობები დაგესურვოთ, სწრაფად დაბრუნდეთ და გაგვამხნევეთ თქვენი დინამიური და მართალი სიტყვით, როგორც ასე. დიდი მადლობა ბატონ თენგიზ და მე მინდა საქართველოს მშვიდობა უსურვო. საქართველოს ყველა ოჯახს მშვიდობა უსურვო, ემიგრანტებს შინ ძლიერ საქართველოში დაბრუნება უსურვო და ღვთმაქ ნასრო ჩვენს გვეცხოვროს ბედნიერებით სამშობლოში და დავამთავროთ. მიწაწყლის დაბრუნება და ლეგიტიმაცია და ერთხელ ისეთ საქართველოში დაუბრუნდე, რომ ცხოვრება აქედან წასვლა არავის აღარ უნდადეს. უღრმესი მადლობა. მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა და დავამთავრებთ თავისუფლება პოლიტ პატიმრებს, სინდისი პატიმრებს განსაკუთრებით დედები ვინც არიან და 4 და 5 შვილი ზოგიერთ 9 ისიც დააპატიმრეს 5 ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავლახოთ. არავინ არ გაგიცვლით თქვენ რაღაც სტრატეგიულ იდეებში ამ ტყვეებს, ამის იმედი არ გქონდეთ. ეს არის თქვენი ჰიპოხონდრია და შიშისგან დაბნელებული, ასე თქვათ, თვალები. გისურვოთ გადალახოთ ეს შიში, თვალი გაუსწოროთ მარადიულ ჭეშმარიტებას, ამაღდით წარმოვალობაზე და ყველაფერი კარგად იქნება. იმედია ერი და ბერი გაამთლიანდება და ქართული თაურ ფენომენის კულტურის უნივერსალი და ქართული და ფენომენი გაიმარჯვებს. ნამდვილად მე ვისურვებდი ბედნიერ საქართველოში იცოცხლეთ. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. კარგად გამდევოდეთ, მადლობთ.